მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის სახელმწიფოების ინტეგრაციის ორი სხვადასხვა მოდელი განიხილებოდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის აზრით, დასავლეთ ევროპაში მჭიდრო თანამშრომლობის ძირითადი საგანი უსაფრთხოება და საერთაშორისო პოლიტიკა უნდა გამხდარიყო. თუმცა ვინაიდან საგარეო პოლიტიკა ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს, ეს იდეა დიდხანს ვერ განვითარდა. სანაცვლოდ, განვითარება და მხარდაჭერა ჰპოვა ფრანგი ეკონომისტის ჟან მონეს პროექტმა, რომელიც ევროპული ქვეყნების მხოლოდ ეკონომიკურ ინტეგრაციას ისახავდა მიზნად. ეს იდეა სწრაფად განვითარდა და დაწყებული 1952 წელს ქვანახშირის და ფოლადის გაერთიანების დაფუძნებიდან 1957 წელს რომის ხელშეკრულებითა და მისი შემდგომი იმპლემენტაციით ევროპის ტერიტორიაზე მძლავრ ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. საქონლის, მომსახურების, კაპიტალებისა და მოქალაქეთა გადაადგილების სრული თავისუფლებით. ეს პროცესი თანდათანობით გაღრმავდა და 1990-იან წლებში მიიღო სრულყოფილი ეკონომიკური ინტეგრაციის სახე. ევროგაერთიანება, ხოლო 1992 წლიდან უკვე ევროკავშირის სახელით ცნობილი ინტეგრაციული გაერთიანება ფართოვდებოდა მასში ახალი წევრების მიღების გზით. ამავე დროს სულ უფრო იზრდებოდა საერთაშორისო პოლიტიკური პოზიციონირებისა და უსაფრთხოების თემებში თანხმობის მიღწევის აუცილებლობა და ევროგაერთიანების ქვეყნები ცდილობდნენ პოლიტიკურ საკითხებში თანამშრომლობისა და კოორდინაციის მექანიზმების შექმნას. ევროკავშირი ამ მომენტისთვის გახდა ეკონომიკური გიგანტი, მაგრამ რჩებოდა პოლიტიკურ ჯუჯად, რადგან არ გააჩნდა საერთო საგარეო და უსაფრთხოების ხედვა, არც პოლიტიკა. ერთიანი კოორდინაციის მექანიზმის ჩამოყალიბება მხოლოდ 1970 წელს მოხერხდა. ეს იყო ევროპის პოლიტიკური თანამშრომლობა, რომელიც პოლიტიკურ საკითხებზე კონსულტაციის, შეხვედრებისა და განხილვების ფორუმს წარმოადგენდა და კონსენსუსის ან თანხმობის არანაირ ვალდებულებას არ მოიაზრებდა. თუმცა ამ მექანიზმმა გარკვეული პირობები შეამზადა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში მომავალი თანამშრომლობისთვის. 1992 წელს მაასტრიხტის შეთანხმებამ დასაბამი მისცა სამსვეტიანი ევროპის მოდელს. ამ მოდელში მხოლოდ პირველი სვეტი განეკუთვნებოდა ევროკავშირის სრულ ერთიან კომპეტენციას. მეორე და მესამე სვეტებში მოქცეული თანამშრომლობის საკითხები კი რეალურად წევრი ქვეყნების ექსკლუზიური კომპეტენციის სფეროში რჩებოდა. თუმცა წევრ ქვეყნებს მოეთხოვებოდათ, რომ მიეღწიათ თანხმედრისთვის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებში ერთიანი პოზიციების შეთანხმებისა და ერთობლივი ქმედებების წყალობით. დღეს ევროკავშირი ერთიანი პოზიციით გამოდის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და უმეტეს შემთხვევაში ასეთ პოზიციას ამჟღავნებს ყველა საერთაშორისო კრიზისის შეფასებისას. 1999 წელს ამსტერდამის შეთანხმებამ გააღრმავა პოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებები ახალი ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის შემოტანით. შეთანხმებამ ასევე შექმნა საგარეო პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი, ერთობლივი სტრატეგია, რომელიც დიდი სახელმწიფოების ან რეგიონის მიმართ მიიღება. 2009 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის დამფუძნებელი შეთანხმების ბოლო რედაქცია, ლისაბონის შეთანხმება, რომელმაც ევროკავშირის პოლიტიკური კონსოლიდაცია კიდევ უფრო გააძლიერა. მათ შორის ახალი ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და ერთიანი თავდაცვის განვითარების მიმართულებით რიგი ახალი ჩარჩო შემოტანით. შეთანხმების შედეგად შეიქმნა ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახური და მის ხელმძღვანელად დაინიშნა უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო ურთიერთობების დარგში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ეს თანამდებობა პრაქტიკულად უტოლდება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ნაწილობრივ თავდაცვის მინისტრის თანამდებობას. დღეს ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახური ევროკავშირის სახელით აწარმოებს საგარეო ურთიერთობებს 100-ზე მეტ ქვეყანაში არსებული ევროკავშირის დელეგაციების მეშვეობით. იგი ასევე თავმჯდომარეობს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას და ადგენს საბჭოს დღის წესრიგს. საუბრობს მესამე ქვეყნებთან ევროკავშირის სახელით. საგარეო ქმედების სამსახური ასევე უძღვება ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ერთობლივ პროექტებსა და ქმედებებს, როგორიცაა სამშვიდობო და სადამკვირვებლო მისიები მესამე ქვეყნებში, თავდაცვის საკითხებზე თანამშრომლობა, ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის შემუშავება, სანქციების განხორციელება და ევროკავშირის სახელით სხვა ერთობლივი ქმედებების კოორდინაცია. საქართველომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანდათანობით დაახლოება ჯერ კიდევ ასოცირების შესახებ შეთანხმებით იკისრა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისადმი მოთხოვნები კი უფრო მაღალია. ევროკავშირში გაწევრიანების წინ კანდიდატ ქვეყნებს მოეთხოვებათ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან მაქსიმალური თანხმედრის მიღწევა. პრაქტიკულად ეს ნიშნავს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ერთიანი პოზიციის გაზიარებას. ასევე ფასდება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მონაწილეობა ევროკავშირის სამშვიდობო, სამხედრო და სამოქალაქო მისიებში. დღევანდელ ეტაპზე კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირის ერთიანი პოზიციის გაზიარების თვალსაზრისით საქართველო ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხმედრის კუთხით ბოლო ადგილზეა. ასევე მნიშვნელოვან განსხვავებებს ავლენ საქართველო უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიასთან მიმართებაში. მაგალითად, საქართველო არ უერთდება ევროკავშირის არც ერთ განცხადებას ან სანქციების პაკეტს, რომელსაც ევროკავშირი გამოსცემს რუსეთის უკრაინაში წარმოებული ომის გამო. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ასევე არაერთხელ გაუკრიტიკებია ჩვენი ქვეყანა იმის გამო, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ საქართველომ გააღრმავა რუსეთთან თავისი ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები. ასევე შესამჩნევად შეარბილა პოლიტიკური რიტორიკა რუსეთის მიმართ.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხმდრას ევროკავშირი განიხილავს როგორც საყოველთაო და ევროპული ღირებულებების მიმართ ქვეყნის დამოკიდებულების მკაფიო გამოვლენას. ამიტომ, თუ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, ის უფრო ფრთხილად და სერიოზულად უნდა მოეკიდოს ევროკავშირის ამ მოთხოვნას და ეცადოს საკუთარი საგარეო ხედვების დაახლოებას და თანხმდრაში მოყვანას 27 წევრიანი კავშირის პოლიტიკასთან.